საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ კანონპროექტში შესული ცვლილებები ძალაში 1 მარტს შედის. ცვლილების თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა 45 ლარამდე იზრდება. დევნილები ახალი კანონპროექტით უკმაყოფილოები არიან, რადგან სახელმწიფო მათ კომუნალურ გადასახადს აღარ გადაუხდის. ისინი ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებას სწორედ იმიტომ ემადლიერებოდნენ, რომ გახარჯული ელექტროენერგიის თანხას მათ სახელმწიფო უხდიდა. Max 252 ლარი. და ეს იკმარეთო თვეშიო და იმ ხალხს ვინც პარლამენტში არის და ყველას ღმერთმა შეარგოს თავისი ნამუშევარი, მაგრამ აქვთ 5000-6000 ლარი და რაც ხვდებით და ვხედავ ტელევიზიიდან რომ არ ყოფნის ამ ხალხს ეს ბიუჯეტი, ეს თანხა და ჩვენ როგორ უნდა ვიკმაროთ 250 ლარი 5 ადამიანმა თვეში, რომ ყველაფერს ერთად გავწვდეთ, საჭმელს, ავამტყობობას, ტანსაცმელს, გადასახადს, ეს როგორ? Დაჟე რომ ჩვენ აღარ ვიხმაროთ, ეგი მაინც გადაგვახტევინებენ, იმიტომ რომ გაიყოფა ეს იმ მოსახლეზე, რამდენად არის საქანე. დაწვი, არ დაწვი, სულ ერთია ჩვენთვის. იმიტომ რომ მოგვადგება ეს კაცი და გაყოფილი იქნება 1000 მოსახლეა თუ 7 არ ვიცი ახლა დევნილები. ჩვენ რასაც დავწვავთ, იმას გადავიხდით, ხო და ეხლა ყველას იმას, ოფში იმას, საერთო იმას ხო ვერ გადავიხდი, ვერ შევძლებთ ჩვენ იმას. აჭარისა და სამეგრელოს ზემოსვანეთის სტოლულთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა დევნილთა მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს უსამართლოს უწოდებს, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოსწონთ დევნილებს კანონპროექტი. ყველა დევნილისთვის შემწეობა გახდება 45 ლარი. მოისპო განსხვავება კომპაქტურ შესახლებასა და კერძო სექტორს შორის და თანაბრად მიიღებენ 45 ლარს. გაუგებრობა გამოიწვია რატომღაც დევნილებში, კომპაქტურ შესახლებულ დევნილებში 1 მარტიდან სახელმწიფო არ გადაიხდის ელექტროენერგიის სუბსიდიას. სახელმწიფო იხსნიდა 100 კილოვატის საფასურს 9 ლარს. დევნილს, რომელსაც ჰქონდა 22 ლარი შემწეობა, გაუხდება 45 ლარი და მოემატება 23 ლარი. ამ 9 ლარს თვითონ გადაიხდის და მე მგონი სხვაობა არის 23 ლარსა და 9 ლარს შორის. სამინისტრომ ენერგოპროჯორჯიასთან ერთად დაიწყო მუშაობა, რამდენიმე უკვე დაწყებულია გამრიცხველიანების პროცესი. გაზაფხულზე სრულად იქნება გამრიცხველიანებული ყველა კომპაქტური ჩასახლება, რომ გადახდის დროს პრობლემა არ შეექმნას დევნილებს. კანონპროექტის მიხედვით კი ყველა დევნილი 45 ლარს მიიღებს და კომუნალურ გადასახადებსაც თვითონ გადაიხდის. 45 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ ის დევნილები, რომელთა სახელფასო შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, თუმცა ეს სხვა ოჯახის წევრებზე არ აისახება.